Național მოძრაობაში ვინც ესე იგი ოდნავ ცნობილია ხალხისთვის, ყველა იძახის რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მაგათ ეთყობა ეგეთ დაცვის ტაქტიკა აქვს, რომ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი და მაგის მიხედვით ახლა მასაჯულება აღარ უნდა განხორციელდეს თუ პრეზიდენტობის კანდიდატს დაირქმევს ვაცთან ისე რომ ჯერ არ არის. მე არ ამგონია რომ ეს ასე იყოს. და მერაბიშვილის მიმართ ბრალდებები არსებობს ძალიან დიდი ხანია. მე მგონია რომ არასათანადო სისხლის სამართლებრივი დევნაა ჩვენს ქვეყანაში და არა პოლიტიკური დევნა. და მე კიდევ ერთხელ მინდა დავსვა საკითხი. 7 ნოემბერზე ხსენება რატო არ არის? მერაბიშვილის ბოროტმოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხდა 7 ნოემბერს. კიდევ ერთხელ მინდა გავახსენოთ ჩვენს თავარ პროკურატურას, რომელსაც უავიწყდება ეს საკითხი და ყველა საკითხზე საუბრობს ამის გარდა. 7 ნოემბერს პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, რომელიც არ იყო პოლიციის შესახებ კანონში. ეს მოხდა მერაბიშვილის ბრძანებით. მანამდე მერაბიშვილის საუბარი არსებობს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრად, როდესაც ჩემოტანა მოხდა ამ სპეცსაშუალებების, რომელიც ასევე კანონით არ იყო გათვალისწინებული. ეს არის ხელისუფლების გადამეტება მერაბიშვილის მხრიდან. ეს არის დანაშაული, რომელსაც დიდი გამოძიებაც არ ჭირდება. დამდგარი ფაქტია. რახიდან გამომდინარე, რატომ არ ეძლევა მას სამართლებრივი შეფასება? და რატომ არ შედის ამ ბრალში მერაბიშვილის მიმართ ფაქტი, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობ. მე მოვითხოვ განმარტებას, იმედი მაქვს თავარი პროკურატურა განმარტებას გააკეთებს. 7 ნოემბერი საერთოდ წაშლილია ჩვენი ისტორიიდან, თუ რა ხდება? რატომ იწყება 10 თვლა უფრო გვიან? მე სხვა პრეტენზია მაქვს პროკურატურის მიმართ და არა ის რომ დააკავეს. რომ დააკავეს კარგია. ხვალ გაირკვევა სასამართლომ მიიღო დამოუკიდებლობა იმ კანონის თანახმად საერთო სასამართლოების როდესაც ჩვენ მაქსიმალურ თვითმმართველობა მივანიჭეთ სააკაშვილის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს. მოგეხსენებათ ამაზე დიდი კამათი ჰქონდა ჩვენ პარლამენტში და მე არ ვიზიარებდი იმ ენთუზიაზმს, რაც ამ კანონს ახლდა მისი ბოლო ცვლილებებით. ჩემი კოლეგები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასამართლოსადმი თვითმმართველობის მიცემა და ფართო უფლებები განაპირობებდა სამართლიან სასამართლოს ჩვენს ქვეყანაში. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემთვისაც და მათთვისაც და გავარკვევთ ვინ არის მართალი. ძალიან გამიხარდება თუ ისინი იქნებიან მართლები და სასამართლო ამჯერად გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აქამდეც არაერთხელ უნდა გამოეტანა, მაგრამ არასდროს არ გამოუტანა. სხვათა შორის მე ვაპროტესტებ ნებისმიერ გირაოს და არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ. როდესაც ხვედელიძის მიმართ გამოიტანეს გირაო, ეს ასევე დაუშვებელი იყო და ასევე მიუღებელი იყო ჩემთვის, როგორც თქვათ, მანამდე უგულავას საერთოდ გარეთ გამოშვება. მე არ მაკმაყოფილებს ეს ჩამონათვალი და მოვითხოვ რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებითაც დაუმძიმდეს ბრალი. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ამ წუთში გამოვთქვი. მე არ ვიხედები გამოძიების საქმეში. მე არ მაქვს განცდა რომ გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად გეტყვით ჩემ ეპიზოდზე მე თვითონ ვითხოვე თუ გახსოვთ არ ეჩქარად გამოძიება, იმიტომ რომ სასამართლოს ასეთი სასამართლოს პირობებში სწრაფი გამოძიება შეიძლება სწრაფი გაფუჭებით დამთავრდეს საქმის, რაც არაერთხელ მომხდარა. რადგან პროკურატურამ გადაწყვიტა ამ საქმის დაწყება, მე იმედი მაქვს რომ მათ გათვალეს რომ საერთო სასამართლოების კანონის მიღების შემდეგ და მაქსიმალურ თვითმმართველობის მინიჭების შემდეგ მოსამართლეებისათვის მათ აქვთ იმედი რომ მოსამართლეები ობიექტურნი იქნებიან. მე მინდა დავიჯერო რომ მათ ამ ასე ვთქვათ რწმენას აქვს საფუძველი. თუმცა ძალიან სკეპტიკური ვარ სანამ უკვე თუ არა ვიხილო, არა ვირწმუნო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების თავზე. იცით რა, სამხრეთ კორეის ორი ყოფილი პრეზიდენტიდან ერთი დახვრიტეს და მეორე სამუდამო პატივრო მისცეს და არანაირად არ აისახა პრესტიჟზე სამხრეთ კორეისა დაცემის თვალსაზრისით. ჩემ თვალში მაგალითად სამხრეთ კორეის პრესტიჟი მხოლოდ გაიზარდა.
ბატონო 17 მაისის გამოძიებას ითხოვენ არასამთავრობოები და გამოძიება აუცილებლად უნდა შედგეს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შედგეს გამოძიება. მე ვეთანხმები ამ საკითხს. და ბაშკეტა მოსაზრებას რომ სწორედ ის რომ გუშინ მოხდა ამ ადამიანების დაკავება იყო ერთგვარი რომ გადაფარულიყო სწორედ ეს გამოძიების პროცესი რომელიც მიმდინარეობს. და ხელისუფლებას რა აქვს გადასაფარი? მე მგონი პოლიციამ გააკეთა იმის მაქსიმუმი, მე მოგეხსენებათ ღარიბიშვილს კომპლიმენტებით არ ვანებივრებ, მაგრამ იმ დღეს მან ფაქტობრივად მე მჯერა რომ რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ. იმიტომ რომ იქ შეიქმნა უკონტროლო ვითარება, იყო აგრესია და იყო ისეთი აგრესია, რომელიც შეიძლება ტრაგედიით დამთავრებოდა ვინმე მოეკლათ. და რომ არა პოლიციის, ასე ვთქვათ, სწრაფი ქმედება და იმ ადამიანების გაყვანა ეს ფაქტია და ხელისუფლებას რა აქვს გადასაფარი? გადასაფარი აქვს ხოლმე იმ ხელისუფლებას, რომელსაც რამე დააშავა და ხელისუფლებამ რა დააშავა? მე ვერ გავიგე. მე არ ვიცი რა ბრალდებებია, მე ვიცი რომ რაღაც კონკრეტულ საქმეზეა ბრალდებები, რომელიც ეხება დასაქმების იმ ყვადაღებულ პროგრამას, რომელიც წინასაარჩევნოდ ხორციელდებოდა ხოლმე 3 თვის განმავლობაში. მე მეგონა რომ იმ 3 თვის განმავლობაში მართლა ასაქმებდნენ ხალხს, 3 თვის განმავლობაში მაინც. და გაირკვა რომ თურმე იმასაც, ასე ვთქვათ, აქტივისტების და ზონდერის დასაფინანსებლად იყენებდნენ და მართალი გითხრათ, ასეთ ღორობას არ მოველოდი ნაციონალურ დროის. მე მგონი ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ცდილობს. ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ცდილობს ბატონი სააკაშვილი, რომ კოჭი გაუგოროს ორივე საზოგადოებრივ რას. ეს მისი დამახასიათებელი სტილია, ტყუილი და თაღლითობა, როდესაც ის თვითონ, ასე ვთქვათ, ემიჯნება იმ პარადს, რომელიც მისი პოლიტიკური ძალის მიერ იყო ორგანიზებული და ეს ცხადია. მე მართალი გითხრათ ამ თემაზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი და არც მაინტერესებს. ახლა ფაქრაძე გაემიჯნა თუ არა სააკაშვილი გაემიჯნა თუ არა მერაბიშვილს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის საინტერესო თემები ნამდვილად არ არის. როცა გემი იძირება, ვირთხები გარბიან გემიდან. აი ჩემი კომენტარი ამ თემაზე. შემისურვილი იქნება გამოძიების დასრულებამდე არ დაიჭრეს ახალი კანდიდატი და მან მიდიადა რომ შესაძლოა გამოდეს ამ პოსტზე ჭირალიც. მე რა ვთქვა? ვარდა იჭრება 2 თვეში. კანონით შესაძლოა დანიშნოს პრეზიდენტის შეთანხმებით პრემიერმა ახალი მინისტრი. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არც ამ განცხადების შესახებ ვიცი. თუ ჩემას შემეკითხებენ, მიმაჩნია რომ ministris დანიშნა და განთავისუფლება საკმაოდ მარტივად ხდება ჩვენი კონსტიტუციით და ამას დიდი სირთულე არ ჭირდება. თუ პრემიერ-მინისტრის უნდა რომ იმედი დაიტოვოს რომ ასე ვთქვათ, დაბრუნდეს ძველი მინისტრი პოსტზე, შეიძლება მოხდეს მას შემდეგაც რაც ახალი მინისტრი დაინიშნება და ის სხვაგან იქნას გადაყვანი. შეიძლება ესე დათქმაც გაკეთდეს ესე რომ მე მესმის რომ გარკვეულ უხერხულობა აქვს მას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციით ეს უხერხულობა შეიძლება მარტივად გადაწყდეს და გართულება არ არის ეჭვი. თუ სასამართლომ გაამართლა ის ბრალდებულები, რომლის გამოც გადადგა კირვალიძე, მე მგონი ეს ლოგიკური იქნება. და ბატონობა, ძროხ ჩემპიონატის დავგენოთ წინასაარჩევნო პერიოდში ხალხურ დასაქმებას საზოგადოებასთან ჩაითვალეს ეს იყო რეალურად მოსყიდვის გაკეთებული. არა, ეს მოსყიდვა, ამას მოსყიდვა არ ქვია ამ გაგებით, იმიტომ რომ ის ხალხი მაინც მათი აქტივისტები იყვნენ. ეს არის ფაქტიურად სახელმწიფო სახსრების გადაკაჩვა პარტიული მიზნით. ეს არის ცნობილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ადმინისტრაციული ფინანსური რესურსის გამოყენება, რომელზეც არაერთხელ საუბრობდა ოპოზიცია, მაგრამ მტკიცებულებები ბუნებრივია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა გამოძიება.
ოპონენტები საუბრობენ შერჩევის წარმართაზე, მათ ხშირად მოყავთ მაგალითად რამდენიმე ფაქტი კადრები, სადაც ნეივანიშვილი თვითონ არის საუბარი პოზიციის მოსწრებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტები კიდე ერთხელ ვამბობ, თქვენ კითხვა აწყეთ ისე რომ პირველზე უნდა დამედასტურებინო კიდო. მე გიპასუხეთ რომ ეს არ არის მოსყიდვა და ამიტომ ეს ვერ არის შერჩევით საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა. არაფერ კავშირი არ წინა საარჩევნო პერიოდში ბიძინავიანიშვილის ძმისშვილს სახელმწიფო ფული არ მოუზიდია კერძო პარტიული საქმიანობისთვის. უკაცრავად პოლიციელი ამ შემთხვევაში თვითონ ახდენდა პროვოცირებას. პროვოკაცია სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ აქ მოსყიდვაზე კი არა, გამოძალვაზე შეიძლება იყოს საქმე და ალბათ იმ პოლიციელის საქმე უნდა გამოიძიოს. არ ვიცი, მართალი გითხრათ, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს თავის არჩევანი. ბატონ ლევანს ადრეც ეკითხებოდნენ მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს იყო რაღაც ჭორები, მახსოვს ის რაღაც უცხოეთში იყო, ახალ ზელანდიაში და ავარდა ჭორები, რომ ის აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, მან უარყო ეს ჭორები და შემდეგ არ დადასტურდა ეს ჭორები. ეხლა მართალი გითხრათ, რა თქმა უნდა, ეხლა უფრო იოლია პოლიტიკაში ჩართვა, მაშინ რთული იყო. მაშინ ეს რეპრესიებს იწვევდა და ეხლა უფრო მშვიდად შეიძლება. ესე რომ შესაძლოა ეს შემაკავებელი ფაქტორები რახან აღარ არსებობს. შესაძლოა ეხლა უფრო თამამად მიიღოს ეს გადაწყვეტილება ბატონ ლევან, მაგრამ რატომ უარყოფს არ მესმის. მე არა ვარ მთავარ პროკურორი და ვერ გეტყვით. მე არა ვარ მთავარ პროკურორი. ჩემი მოსაზრება რაზე, რამდენად სავარაუდოა? რამდენად სწორად მიმაჩნია? ჯერ ეს ერთი დაპატიმრება არც ერთი არ მომხდარა. გარდა ახალაიას. დაპატიმრება ეს არის მინიმუმ აკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევა. და ჩვენ ჯერ არ ვიცით ამ შემთხვევაზე როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ ეს დაპატიმრებების სერია მინიმუმ 2 გულისხმობს, 2 არ არის. და 2 რო იქნება, მე დამისვით 6 შეკითხვა. თქვენ ასე იგი მოვლენებს ასწრებთ წინ, ეთქვა რომ ჩემზე მეტად გეჩქარებათ ესა. როიცა ჯერ პირები უკები გადაიღო. აი ხა ყველა პერებიუკის გადაღებას რო დაიწყებს, მაშინ ისეთ რამეს დავაბრუხოთ, აი იმას ექნება ექსკლუზივი და არ გავიმეორებ. არა, ნერვოს ვიშლით, ხო არ გავმივარ ხოლმე დამთავრების მერე. მე გადაიღეთ ეს პერებიუკები, კაცო, მორჩეთ ჯერ კითხები. საუბარში მე რა არ ვსაუბრობ? მე რა მითხარით რომ ისაუბრე და დავიწყებ და ვისაუბრებ, რა შემეჩლება რამე თუ. მან თავში გადავიღოთ ხოლმე მაშინ. არ მიყვარს შუა პრესკონფერენციების დროს, როცა იწყება პერებიუკების კეთება. აღვიქომ, ესე იგი, სათანადო დაუფასებლობა და შეურაცხყოფა. ხოდა შემაყოვნეთ მეთქი, ამას ნუ მიგეთებთ, კაცო. მე არ ვიცი, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება ვერ დადგეს საერთოდ, იმიტომ რომ ის არ იყოს შეურაცხყოფი. საჭიროა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. და ასეთ შემთხვევაში ეს არის პასუხისმგებლობის გამორიცხავი გარემოება. მე მინდა ვიყო სამართლიანი და არ შეიძლება ასეთი ადამიანების გასამართლება. თუმცა რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება, თუ ეს ფაქტი დადასტურდა და ასეთი პრეზიდენტი ყავდა წლების განმავლობაში. ეს რა საქმეა შეიძლება თუკი აღმოჩნდა ჯანმრთელობა. ჯერ უნდა შევამოწმოთ ჯანმრთელობა. თქვენ არ მეკითხებით შეკითხვებს. იოლად გამაძვრინეთ რთულ თემებში და არ ჩამეკითხეთ. ძალიან სუსტები ხართ როგორც ჟურნალისტები. გავახელეთ. შეერა ხართ.
აჰა, ესე კითხვისთვის ემზადებ. კაი, არაფერი აღარა გაქვს.